ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიკის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ლარის გაუფასურება გრძელდება. დღეს ავალუტო ჯიხურებში $1 შეძენა 2 ლარა და 65 თეთრად არის შესაძლებელი. ოფიციალური კურსი არის 2 ლარი და 61 თეთრი. დოლარის გამყარებას არც ევრო ჩამორჩება. ავალუტო ჯიხურებში 1 ევრო უკვე 2 ლარი და 77 თეთრი ღირს. ეს არის ლარის ანტირეკორდი, რაზეც საუბრობენ ექსპერტები. ლარის თემა ჩვენ უნდა მოგვიანებით უფრო ფრთხილად მიუბრუნდებით. მანამდე გეტყვით თუ როგორ ზრუნავს მთავრობა მთაზე, ტურიზმზე და თვითმმართველობაზე და როგორ კარგავს მესტიის მოსახლეობა 4.8 მილიონ ლარს. ამაზე უფრო ფრთხილად იურისტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება, რომელიც ახლა სატელეფონო ხაზია. ლევან, გამარჯობა. მოგესალმებით თქვენ და რადიო მსმენელს. მადლობთ რომ გვითმობთ დროს. მე ვნახე რამდენიმე წუთის წინ თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე, რა ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაიმე შეიცვალა საბიუჯეტო კანონით, იმიტომ რომ მქონების გადასახადს როგორც წესი ადგილობრივ თვითმმართველობა იღებს. იქნებ უფრო დეტალურად გაგვარკვიოთ. კი ბატონო, მადლობას მოგახსენებთ ამ თემით დაინტერესებისთვის და საზოგადოების მეტი ინფორმაციის მიწოდების შანსი რომ მომეცით. ეს ინფორმაცია ასე ვთქვათ დაახლოებით 2 კვირა რაც მაქვს ველოდი რომ მთავრობა, ცენტრალური მთავრობა გონიერებას გამოიჩენდა და რეალურად შეცვლიდა იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ შემთხვევაში მესტიის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით აქვთ მიღებული. ისტორიები საკმაოდ ბანალურია და წარმოაჩენს ზოგადად დამოკიდებულებას კონსტიტუციისადმი, კანონისადმი, თვითმმართველობისადმი, გადასახადებისადმი, ისაც მაგალითად ჩვენ რიგით მოქალაქეებს არ გვეპატიება, ხო? შემოსავლების სამსახურმა თქვა რომ ამ კომპანიას, რომელიც დაბა ხაისში ფლობს დიდი რაოდენობით არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და რომელიც ინვესტორია და აპირებს უკვე აშენებს ჰიდროელექტროსადგურს, აი იმასო შეღავათი უნდა გაუწიოთო. და ამიტომ ის რა ქვია, არც წელს ამოვიღოთ მისგან გადასახადსო და არც მომავალ წელს დაგეგმოთ თვითმმართველობას უთხრა შემოსავლების სამსახურმა. ესეც რაც ნიშნავს რომ კონსტიტუცია საერთოდ დაივიწყა შემოსავლების სამსახურმა და უთხრა რომ საკუთარი ბიუჯეტიც კი არ დაგეგმოო. აი ესაა ძალიან საგანგაშო. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ მთავრობა აშკარად ასე ვთქვათ ხელსაყრელ პირობებს უქმნის კონკრეტულ ერთ კომპანიას. მე არ ვიცი რატო შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ არა კანონის უგულებელყოფის ხარისხი. საბოლოო ჯამში ჯამურად მესტიის მუნიციპალიტეტს მთავრობა მხოლოდ ქონების გადასახადიდან რაც უნდა მიიღო მუნიციპალიტეტს და რაც მისი საკუთრებაა. უბრალოდ შემოსავლების სამსახური იღებს ხო ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტს ამის უფლება არ აქვს. დიახ. 4 მილიონი უხეში გათვლებით 4 მილიონი ადგილობრივ მოსახლეობას მოაკლო და ეს ვითომ დაუკომპენსირა ნახეთ როგორ 800,000 სესხაფნის სამთავრობამ, რომელიც 2020 წელს ისე უნდა გაისწროს. ჯამურად რო წარმოვიდგინოთ 4,800,000 აზარალეს ადგილობრივ მოსახლეობა უხეშ ტერმინ ახევას არ ვიტყვი ამაზე რა. ანუ ეს ამ გადასახადის ამოღება არ ხდება საერთოდ და ხდება ინვესტორისთვის შეღავათის გაკეთება. ხო, აი ეს ზუსტად კი აი ამ ასპექტში მე ეჭვი მაქვს საფუძვლიანი რომ ეს წერილობითაც კი აქვს მიწერილი შემოსავლების სამსახურს ის რა ქვია ადგილობრივი ადმინისტრაციის. და თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობიდან? ეს დაახლოებით ის რა ქვია ნოემბრის ბოლოს მე გახდით ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც შეეხება მაღალმთიან დასახლებებში ახალი მთის კანონის და სამეწარმეო საქმიანობის ახალ რეგულაციებს და ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტი იყო, რამდენიმე სოფელში ჰქონდა შეხვედრა და მოსახლეობა სრულად დეტალებშია ინფორმირებული. ძნელია ახლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ხელაპასუხისმგებლობა აიღოს და ინფორმაცია მაინც არ მიაწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას. სავარაუდოდ სწორედ იქიდან აქვს. ყველა ინფორმაცია და ძალიან აღშფოთებული არის და მაშინ შევპირდი რომ რეალურად ძალიან მარტივად იყოს საქმე, შესაძლებელი იყოს სასამართლოსადმი და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართით საკუთარი უფლებების დაცვა და ამით პრეცედენტის შექმნა
და სახელმწიფოსთვის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზის გავლება, რომლის გადმოსვლა აქეთკენ აღარ შეიძლება უბრალოდ. თუ ეს პრეცედენტი შეიქმნას სხვა თვითმმართველობებთან მიმართებაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, შესაძლებელია სხვაგანაც ანალოგიური რამ ხდება. დააპირებთ მიმართოთ სასამართლოს. ამ შემთხვევაში თუ კი ასე ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება თუ ადმინისტრაცია ჩათვლის საჭიროება იცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ მესტიის მოსახლეობის, არამედ საქართველოს წინაშე ზოგადად. თვითმმართველობა დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელ თვითმმართველობა და ასე ვთქვათ, გადაწყვეტენ, აირჩევენ ამ გზას, მე რა თქმა უნდა, ყოველგვარი საფასური და ასე შემდეგ სრულად დავეხმარების საკონსტიტუციო სასამართლოშიც და ჩვეულებრივ სასამართლოშიც. ანუ იურიდიულად ეს არჩეული იქნება შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ. ლიანის ნაწილში შესაძლებელია ამ გზით წასვლა, რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი მე მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით, დღეს ბიუჯეტის განხილვა არის პარლამენტში უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში და შემდეგ უკვე სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს 2017 წლის ბიუჯეტი ექნება ქვეყანას, სადაც არის ასევე ჩადებული ეგრეთ წოდებული გალარების გეგმაც 65 მილიონი. ჩვენ ვხედავთ რა ხდება სავალუტო ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ გადმოირიცხა თანხა 99 მილიონისზე მაქვს საუბარი აზიის განვითარების ბანკისგან, ბიუჯეტის მხარდამჭერი დაფინანსება უკვე მიღებულია. გუშინ ჩაირიცხა ეს თანხა, მაგრამ ამის მიუხედავად ლარის გაუფასურება გაგრძელდა. ხობერ თქვენი აზრით რა ხდება სავალუტო ბაზარზე და ეს თანხა, რომელიც ასე ვთქვათ დიდ იმედებს ამყარებდა, ამაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურგულის ხომ მან დაანონსა, რომ ეს თანხა დაუშვათ მიემართებოდა სწორედ და ბაზარზე გაიშვებოდა და ლარის პრობლემას მოაგვარებდა, რატომ არ მოხდა ასე და კორუფციული ნიშნები, რაზეც საუბრობენ გალარებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ექსპერტები თუ შეგვიძლია ერთხელ მithქვამს, კვლავ გავიმეორებ. რა ლარის კურსი არის შედარებით რო წარმოვიდგინოთ თერმომეტრი, რომელიც აჩვენებს ავადობის ხარისხს, ხო? დიახ. შესაბამისად, ეკონომიკაა ჩვენთან ავად. ვისი დამსახურებით და სხვა საკითხია. დიდი წილი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მთავრობისა და შეგახსენებთ რატომ. 2014 წელს ჯერ კიდევ საერთაშორისო სავალუტო ფონდს რომ მიმართა და პროგრამა რო წარუდგინა ჩვენმა მთავრობამ, ჩემი ეკონომიკა, ჩემი ბიუჯეტი, ჩემი ვალუტა ავად არისო და მის გამოსასწორებლად დამეხმარეო, ამაში სავალუტო ფონდი დაგვეხმარა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ უხეშად ვიტყვი, გადააგდო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არ შეასრულა არც ერთი პირობა და სწორედ ამით განპირობებული, რომ არც ერთი მიმოხილვის დოკუმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამოქვეყნებული არ აქვს. იმიტომ რომ ამაში შეღავაც უკეთებს ჩვენ მთავრობას წინამდე შემთხვევაში დასკვნები უარყოფითი იქნება. ხო, მაგრამ მე ხა დათვა ურთიერთობა რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი სავალუტო ფონდთან და მთავრობასთან ბოლო მისიას გულისხმობ და იმ ბოლო განცხადებებს რაც დოკუმენტი თუ კი გამოქვეყნდება და წავიკითხავთ რა არის და როგორი შეფასებაა ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ფაქტი გვაქვს რა, მხოლოდ ერთი მიმოხილვის გამოქვეყნებული დოკუმენტი, დანარჩენი მომდევნო ყველა მეორე, მესამე და მეოთხე უწევს წესით არც ერთი არ არის გამოქვეყნებული. შემთხვევით ესეთი რამეები არ ხდება. სავალუტო ფონდმა ეს კიდე შეღავაც უკეთებს ჩვენ მთავრობას და არ აქვეყნებს ამ დოკუმენტს. წინამდე შემთხვევაში რომ გამოქვეყნდეს ნეგატიური, ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებთანაც საქართველოს აქვს ურთიერთობა. ესაა უმთავრესი პრობლემა, რომ სისტემურად გაიაზროს რა მდგომარეობაშია ჩვენი ეკონომიკა, მთავრობამ და როგორ შეიძლება ასე ვთქვათ სიტუაციის გამოსწორება. გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ისე ერთი წლის ბიუჯეტი დავგეგმოთ და მორჩა. კურსი ჩავაქროთ ეგრეთ წოდებული, ხანძარი რომ გაჩნდება კურსთან დაკავშირებული, ჩავაქროთ და მორჩა. ეს ხო პრობლემის გადაგორებაა და არა მოგვარება. რაც შეეხება გალარების პროგრამას, რამდენი დეტალები უმთავრეს საკითხებს გეტყვით. მაგალითად კორუფციული რისკი აქ შეიძლება იყოს. ინფორმაცია საიდან მიიღებს ხაზინა, მაგალითად ლევან ალაფიშვილის ან ირმა ებრალიძის კრედიტის რა რაოდენობა უნდა გალარდეს. ხო, ბანკმა უნდა მიაწოდოს, ხო, სწორია ეს ინფორმაცია. ბანკი კი ჩვენ შესახებ ინფორმაციას საბანკო საიდუმლოებას ვერ გასცემს, თუ კი სასამართლო სანქცია არ აქვს. ანუ რა გამოდის? თუ თანხმობა არ არის, აწერია როგორ უნდა დაიხარჯოს ეს. თუ თანხმობა არ არის, კიდევ პირის, ამაზეც ესეც არის, იმიტომ რომ ესეთი არ არის, საბანკო საიდუმლოება ესე არ არის, თანხმობითაც ასე ვთქვათ შეზღუდულ შემთხვევაში ისიც შეიძლება მხოლოდ დაიცეს. ანუ ვიღებ სიტუაციას რა, ან მთავრობა უნდა ენდოს სიტყვაზე ბანკებს, ან ის რა თქმა უნდა ბანკები უბრალოდ დაარღვევენ კანონს და გასცემენ ჩვენ საბანკო საიდუმლოებას, ხო სწორია? დიახ.
და სწორედ ამიტომ ვამბობდი, ეს ერთ-ერთი საკითხია, ამიტომ ვამბობდი, რომ განლარების პროგრამა გაიაზრონ კარგად. რატოა შეზღუდული მაგალითად 2 თვეში? და რატო თუკი თანხა გაითვალისწინა ამ მიზნისთვის, ახლა სწორია, არა არის სწორი, ამაზე არ ვიმშობოთ. ამბობენ რომ ეს არის სოციალური პროექტი და ეს დაუშვათ არის ერთჯერადი აქცია, რომელსაც სახელმწიფო მაგალითად თუკი ასე ვთქვათ მოიაზრებს 30000 კაცს, ვიღაცა ამაზე ხო შეიძლება საზღვარგარეთ და ვერ ჩამოდის 2 თვის განმავლობაში. ანუ მიზანი რა არის? ზოგადად პროგრამის და აი თუნდაც აი ამ ნაწილში ვადაში შეზღუდვის და უმთავრესი ბიუჯეტისგან წარმოგიდგენთ პარლამენტის უმთავრესი ფუნქცია არის მთავრობის კონტროლი, ხო? საკანონმდებლო ჩარჩოს დაწესება. განლარების პროგრამა როგორ დაიხარჯება? აი ბიუჯეტს რო უყრიან ჩვენი კანონმდებლობა, იმათმაც კი არ იციან. ბიუჯეტის კანონში წერია რომ ხარჯვის წესო განსაზღვრავს მთავრობაო. ანუ პარლამენტარსაც კი არ ექნება საშუალება გააკონტროლოს და დასვას კითხვა, იმიტომ რომ მთავრობა როგორც უნდა, აი ესეთი ხარჯვის წესს დაადგენს ამ პროგრამას. ეს კორუფციული ნიშნები. თქვენ რაზეც საუბრობთ კორუფციულ ნიშნებთან დაკავშირებით, ეს უფრო ბანკის მიმართულებით შეიძლება ვეგულისხმოთ თუ მთავრობის მიმართულებით? ანუ მიმართულებების გარეშე, ანუ რისკი როცა არსებობს, ახლა რომელ მხარეს უფრო მეტი იქნება, ორივეგან იქნება, ამაზე მსჯელობა კონკრეტული, ასე ვთქვათ, кейსის გარეშე არ შეიძლება, ასე რომ ვსაუბრობ რისკზე, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. და ითქვას, არა, იცით რა, აი ამის დასაზღვევად იგივე, რადგან ვისაუბრე საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამის დასაზღვევად აი ესე გავაკეთებთ. კანონში შევიტანთ ცვლილებას, მაგალითად თუ სხვა. გასაგებია. ანუ კორუფციის რისკი. რაც შეეხება მოკლევადიანი პროგნოზი, ძალიან რთულია მესმის, მაგრამ ეს თანხა, რომელიც გადმოირისხა, რაზეც მე ვსაუბრობდი აზიის განვითარების ბანკიდან, ეს სავალუტო ბაზარზე წაადგება, ლარს? აი ისება. ითქვა რომ ეს რეზერვებში მიდის ეს თანხა. ორგანიზმში შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ტემპერატურის ის რა ქვია, დაგდების რომელიმე პრეპარატი მივიღოთ. მაგრამ ამ ტიპის პროცესი თუ არ ჩაქრა, ის ტემპერატურა ისევ მოიმატებს, ხო სწორია? აჰა. და აქვე რეზერვებისთვის ეს თანხა მიდის რამდენთვის? საჯარო სექტორს და საჯარო ფინანსებს. რამდენთვის ჩვენთვის არის? პროგრამული ბიუჯეტია, რომ კანონში რო გვიწერია და არც ერთმა ხელისუფლებამ თითქმის არ დააკარა იმისთვის, რომ რეალურ პროგრამირებაზე გადასულიყვნენ. გასაგებია. ის რო რეზერვებში მიდის ეს ბანკის რეზერვებში თქვა რომ ეს თანხა ანუ გაამყარებს ლარს თუ არა. იცით რა, მოკლევადიან პერსპექტივას თulis როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად, რომელიც ბოლო პერიოდში ახლა თანმიმდევრულობით უკვე ვეღარ გამოირჩევა, ხო? გასაგებია. შესაძლოა ვერ გეტყვით, მოკლევადიანი, კი ბატონო, გადავაგორეთ იანვარის, ხო? როგორც წესი არ არის ხოლმე რთული პერიოდი, წინასაახალწლო პერიოდი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მოსახლეობაში სეზონური ფაქტორი ხო? ანუ ლარზე და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, მაგრამ ახალი წელი რო დაიწყება, შემდგომ ანუ შემოსავლები რო არ არის ისეთივე მოცულობის, რომ როგორიც ასე ვთქვათ, სასურველი იქნებოდა ჯანსაღი ეკონომიკისთვის და ლარის კურსის დასტაბილურებისთვის. მე რაღაც ვაპირებთ. გასაგებია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იურისტი ლევან ალაფიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო ამ დროისთვის ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებ და 16 საათი და 15 წუთზე განახლებული ინფორმაციებით ვუბრუნდებით პირდაპირ ეთერს. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ინოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.